როდესაც გვისვამენ მარტივ შეკითხვას, რატომ გვინდა წონაში კლება, თითქოს პასუხი მარტივი არის, რომ უკეთ გამოვიყურებოდეთ, უფრო თავდაჯერებულები გახდეთ, უფრო მოგწონდეს ჩვენი თავი, მაგრამ რეალურად რატომ გვინდა წონაში კლება, საიდან მოდის ეს სურვილი, რამ გამოიწვია, პირველ წყარო ამის რა იყო, როდის ჩამოგვიყალიბდა საერთოდ ის სურვილი და ის აზრი, რომ ჩვენი სხეული არ გვაკმაყოფილებს, გვინდა წონაში კლება, ან უბრალოდ წონის ცვლილება. და ვიზუალურად არ მოგწონს ჩვენი თავი, რამდენად არის ამ სურვილიდან ჩვენი რეალური, ავთენტური და რამდენი არის საზოგადოებისგან განპირობებული. გამარჯობა, მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი YouTube არხი, სადაც ვსაუბრობ ჩანსახკვებაზე, სწორკვებაზე, სწორ მიდგომებზე, საკვებთან დაკარგული კავშირის აღდგენაზე და ერთ-ერთი ესეთი დაკარგული კავშირის გამოხატულება არის საკუთარ სხეულთან კავშირის დაკარგვაც და დღეს სწორედ ამ თემის წამოწევა მინდა წინ. ამ ვიდეოში ვისაუბრებ რეალურად საიდან იღებს ჩვენი სურვილი იმის, რომ დავიკლოთ წონაში სათავეს, რა აფორმირებს ამ სურვილს, საიდან იქნება იდეალური სხეული, ვინ გვაწვდის ამ იდეალებს და საერთოდ ნორმალურია თუ არა, რომ დღესდღეობით თითქმის ყველას ერთი და იგივე იდეალური სხეულის აღქმა გვაქვს. იქნება ეს რაღაც გრძელი, მაღალი, გამხდარი, გარკვეული პროპორციების მქონე იდეალური სხეული. ამ ვიდეოში არ გეტყვით, როგორი სხეული უნდა გქონდეთ, ან წონის კლებისთვის სწორი მიდგომა როგორია, არა, უბრალოდ მინდა ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ და წონის კლებას უფრო ფართო პერსპექტივიდან შევხედოთ. და იმის მაგივრად რომ ვკითხოთ საკუთარ თავს, როგორ შევიცვალოთ სხეული, ჩავიდეთ უფრო სიღრმეში და ვკითხოთ, რატომ დავიჯერე საერთოდ რომ შეცვალ ჭირდებოდა. ხშირად გქონია, რომ ჩვენი იდეალური სხეულის აღქმა განპირობებულია ბიოლოგიური მოთხოვნილებებით, გარკვეული ფორმების, პროპორციების, ფიზიკური მახასიათებლების მიმართ. რა თქმა უნდა, ბიოლოგიას აქვს თავისი როლი ამ ყველაფერში, თუმცა კულტურა უფრო მეტად აძლიერებს ამ მოთხოვნილებებს, ამ სურვილებს და მარტივად შეუძლია მისი შეცვლა. იდეალური სხეულის მახასიათებლები არასდროს არ ყოფილა ერთნაირი, ყოველთვის იცვლებოდა და ეს მახასიათებლები არასდროს არ იყო შემთხვევითი. იმას თუ ჩვენ რას ჩავთვლიდით ლამაზად, მიმზიდველად, ჯანსაღად, ქალურად, კაცურად, სასურველად, ეს იყო განპირობებული კონკრეტული პერიოდისთვის დამახასიათებელი ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური კლიმატით. და ამის ნათელი მაგალითები გვაქვს წარსულში. იყო პერიოდი, როდესაც სავსე ფორმებიანი სხეული მიიჩნეოდა უფრო მეტად სასურველად, მიმზიდველად, იმიტომ რომ ეს მიანიშნებდა არა მარტო უბრალოდ ესთეტიურ მხარეზე, არამედ სიმდიდრეზე, გავლენაზე, სტატუსზე, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ წვდომა საჭმელზე, რაც არ ჰქონდა უმრავლესობას. ისეთ პერიოდში, როდესაც ქალს მიეცახმის მიცემის უფლება, გახდა გენდერულად თანასწორი მამაკაცთან, პირდაპირი კონკურენტი იყო სამსახურებრივ პირობებში, ამ დროს უფრო მეტად შემოვიდა მამაკაცის მსგავსი სხეული, აღნაგობა, ზედმეტი ფორმების, გამოკვეთილი ფორმების გარეშე, გამხდარი სხეული და მაგ პერიოდში შეგვიძლია დავაკვირდეთ, რომ არა მარტო სხეულზე იყო გამოხატული იდეალურობის აღქმა, არამედ ჩაცმულობის სტილითაც კი უფრო უახლოვდებოდა ქალები მამაკაცებს. კაცების შემთხვევაშიც რომ ვისაუბროთ, მამაკაცური იდენტობა განისაზღვრებოდა აქამდე ფინანსური და კარიერული წარმატებით და ბოლო პერიოდში შემოვიდა აქტიურად სხეულზე აქცენტი, გამოყვანილი მუსკულარული ფორმებით, მასკულინური აღნაგობით, როგორიც არის ფართო მხრები და ვიწრო მენჯები და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხდება ამაზე აქცენტი და ესეც პირდაპირ არის ინდუსტრიის და კულტურის გავლენა. რასაც მოითხოვენ, რასაც გვეუბნებიან, რომ უნდა მოგწონდეს, მოგწონს. კულტურები და ინდუსტრიები ყოველთვის აახლებენ და ცვლიან იდეალური სხეულის მოთხოვნებს, რომლებისკენაც ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ და დღეს ჩვენ ისეთ გარემოში ვიმყოფებით, რომელიც კიდევ უფრო მძაფრად ახდენს ჩვენზე გავლენას, იმიტომ რომ ასეთი ტიპის იდეალურ სხეულებს ყოველდღიურად ვხედავთ სოციალური მედიის გავლენით, მასმედიის გავლენით, რეკლამებით, ინფლუენსერების გავლენით. რა ხდება ფსიქოლოგიურად, რასაც ვხედავთ ხშირად, ხდება ნაცნობი, რაც ნაცნობი ხდება ნორმალური და რაც ნორმალური ხდება ჩვენთვის ხდება კარგი, სწორი მისაღები და თუ ჩვენ ამ კარგს და სწორს არ შევესაბამებით, ამ შემთხვევაში აქ მოდის სხეულით უკმაყოფილება. ჩვენგან დამოუკიდებლად გვეყალიბდება იდეალური სხეულის ხატი,
რომელიც ჩვენი არ ყოფილა და შეგვიქმნა ინდუსტრია, კულტურა და გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს აღარ ვადარებთ საკუთარ წონებს ერთმანეთს, იმიტომ რომ ამ კითხვის დასმაც მეტნაკლებად ზრდილობის ფარგლებს არ შეესაბამება, ვადარებთ ერთმანეთს ზომებს, ფორმებს, აღნაგობას, ვის უფრო სწორი მუცელი აქვს, ვის უფრო გრძელი ფეხი აქვს. თან ამას კი არ ვადარებთ ჩვენნაირ ადამიანებს, ვადარებთ დამუშავებულ, გაფილტრულ, იდეალურად წარმოჩენილ სხეულებს და გვგონია, რომ ყველა იდეალურია ჩვენ გარდა. სწორედ აქ შემოდის თვითშეფასების ნაწილიც, რომელიც მხოლოდ ვიზუალს არ უკავშირდება, საკუთარი სხეულის აღქმა გავლენას ახდენს იმაზეც, თუ როგორ გრძნობ თავს საზოგადოებაში, რამდენად უსაფრთხოდ, ღირებულად, მიღებულად და რეალურად, როდესაც ჩვენ გვიჩნდება სურვილი, რომ გქონდეს კონკრეტული ტიპის სხეული, არის ჩვენი სურვილი, რომ ვიყოთ მიღებულები საზოგადოებაში. ეს თალკე საკითხია, რომ როგორც საზოგადოება სხეულის ზომას, ფორმას, წონას ვაიგივებთ ღირებულებასთან და ამაზე ცალსახად სამუშაო გვაქვს როგორც ამ საზოგადოების თითოეულ წევრს. თუმცა რომ დაუბრუნდეთ თვითშეფასებას, თვითშეფასების დაბლადაცემა, სხეულის ცირცხვილი, სხეულის მიუღებლობა, რადგან არ ვართ იმ საზოგადოების წევრები, რომელიც ჩვენ გარშემო არსებობს, უარყოფითად მოქმედებს არა მარტო თავდაჯერებულობაზე, არამედ საბოლოოდ ჩვენს ცხოვრების ხარისხზეც. ბოლოს მინდა დაგიტოვოთ ორი კითხვა, რომელზეც მინდა რომ კარგად დაფიქრდეთ და გულწრფელად გასცეთ პასუხი. პირველი, რომ არავინ გხედავდეთ, გიყურებდეთ, გაფასებდეთ, მაინც გენდომებოდათ თუ არა თქვენი სხეულის შეცვლა, თქვენი წონის შეცვლა. და მეორე, როგორ გგონიათ თქვენი სხეულის ან წონის ცვლილება რას გაუმჯობესებს თქვენთვის? თვითშეფასებას, თავდაჯერებულობას, სოციალურ როლს, უსაფრთხოებას, მიღებადობას, სისავსეს, დაფასებას, აღიარებას, თუ რას მოგიტანთ ამის ცვლილება? გაეცით ამ კითხვებზე პასუხი, შეგიძლიათ კომენტარებშიც დაწეროთ თუ სურვილი გაქვთ და რეალურად მიხვდებით რა არის თქვენთვის მთავარი მიზეზი, რატომაც გსურთ თქვენი სხეულის ცვლილება. მადლობა რომ მიყურეთ. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, ბოლოში ვამბობ ხოლმე, სულ მავიწყდება გამოწერა და მოწონება. შევხვდებით მომდევნო ვიდეოში.